ფიქრობ, რომ ეს ფაქტები ესე კი არ უნდა მივიღოთ, არამედ ესე არის და თუ ვინმეს გონია, რომ არ ვიცი, კობახიძეს, პაპუაშვილს და დანარჩენებს პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ იმ კორუფციულ სისტემაზე, რომელიც მრავალი წელიწადია უკვე მუშაობს ჩვენს ქვეყანაში და ძალიან ძვირი უჯდება საქართველოს თვითონ მოქალაქეს, იმიტომ რომ კორუფცია არის პირდაპირ დაკავშირებული სიღარიბის ზრდასთან, უმუშევრობასთან და ყველა ეკონომიკურ გამოწვევასთან, რომელიც დღეს ახრჩობს ჩვენს საზოგადოებას და პაპუაშვილი, კობახიძე და სხვები პირდაპირ ხელს აფარებდნენ ამ კორუფციას მრავალი წლის მანძილზე, იმიტომ რომ მე მინდა ყველა შევახსენო, ციდან კი არ ჩამოვარდნილა ეს ხალხი, ან რა ვიცი, გუშინ კი არ მოხვდა ხელისუფლებაში ოპოზიციიდან და დღეს აღმოაჩინა, რომ თურმე კორუფცია ყლაოდა ამ ქვეყანაში წლების მანძილზე, არამედ მათ ჰქონდათ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობები წლების მანძილზე, მათ შორის პარლამენტში, რომელსაც პირდაპირ ევალებოდა საზედამხედველო ფუნქციების განხორციელება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და მე ძალიან კარგად მახსოვს 8 წელიწადი გავატარე პარლამენტში როგორც ოპოზიციურმა წარმომადგენელმა, სწორედ იმ პარლამენტში, სადაც ხან კობახიძე იყო თავმჯდომარე პარლამენტის და ხან პაპუაშვილი და მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ იბლოკებოდა ყველა ინიციატივა, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო დაყენებული კორუფციას რაც შეეხებოდა, იქნებოდა ეს ანტიკორუფციას ასე ვთქვათ, თემების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნა, იქნებოდა ეს კანონმდებლობის ასე ვთქვათ, გამკაცრება, თუ ელემენტარულად დაბარება შესაბამისი წარმომადგენლების აღმასრულებელი ხელისუფლების, რომ კითხვებზე გაეცათ პასუხი კორუფციასთან დაკავშირებით და პირდაპირ დანაშაულის ხელის დაფარება, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით არის თანამონაწილეობა დანაშაულში. ასე რომ მე მინდა ვთქვა, რომ კორუფციის სისტემა, რომელიც არის ღერძი, რომელზეც აეწყო საერთოდ ხრთლიანად თავიდან ბოლომდე დღევანდელი მართველი რეჟიმის, ასე ვთქვათ, ეს მართვის სქემა, ამ დანაშაულებრივი სქემის მონაწილეები არიან უკლებლივ ყველა ქართული ოცნების წარმომადგენლები, მიუხედავად იმისა, ვის რა თანამდებობა უკავია დღეს, იმიტომ რომ ეს არის ერთი დიდი კორუმპირებული სისტემა, სადაც დღეს ეს ბრძოლა, რაც მიმდინარეობს, არის ერთადერთი მიზნით, ეს არის, ასე ვთქვათ, ბრძოლა ძალაუფლებისთვის კორუმპირებული ხელისუფლების შიგნით ვის მეტი ძალაუფლება ექნება და არა კორუფციასთან ბრძოლა, რომელიც რაიმეში გარდაიქმნება სიკეთის სახით საზოგადოებისთვის. ლილუაშვილი გახდა საშიში ივანიშვილისთვის და ამიტომაც დაიწყო ბრძოლა ყველაზე სანდო კაცთან დინარაძე კობახიძის ხელით. თუ კობახიძემ დინარაძის დაჯგუფებამ ჩამოაშორა ივანიშვილს გრიგოლ ლილუაშვილი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივია ჩემი აზრით. ჩვენ გვესმის ყველას, რომ ქვეყანა არის შესული უმძიმეს ჩიხში, მათ შორის პირდაპირ პასუხისმგებლობა ამაზე, რა თქმა უნდა, ივანიშვილი არის, ასე ვთქვათ, სათავეში ამ პირამიდის და ის არის დღეს რეალურად არაფორმალური მართველი ჩვენი ქვეყნის, მაგრამ ასევე პასუხისმგებლობა იმ უმძიმეს ჩიხზე, რომელშიც ქვეყანა არის დღეს შესული, ცხადია ეკისრება მათ შორის ფორმალურ ივანიშვილის მიერ დანიშნულ არა ქართული ხალხის მიერ არჩეულ, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ რომ დემოკრატიული მანდატი ქვეყნის მართვის ამ ხელისუფლებას აღარ აქვს 2024 წლის არჩევნების შემდეგ. ამიტომ მიტაცებული ხელისუფლების პირობებში ივანიშვილის მიერ დანიშნული კობახიძის პასუხისმგებლობაც არის ცხადია, ის უმძიმესი ჩიხი, რომელშიც ქვეყანა არის შესული. ეს ჩიხი არის როგორც საერთაშორისო იზოლაცია, ასევე მიმდინარე კრიზისი ქვეყნის შიგნით, რომელიც ვერალაგმეს, რამდენიც არ უნდა ეცადონ. მათ შორის ის ჩიხი, რომელშიც შედის ხელისუფლება, აი ამ აბსოლუტურად გაუაზრებელი, მავნებლური და მე ვიტყოდი, რომ განსახორციელებლად შეუძლებელი ეგრეთ წოდებული რეფორმის, განათლების დაანონსებული რეფორმის სახით და სხვადასხვა. ანუ კობახიძეს ეს ქვეყანა შეყავს სულ უფრო მძიმე ჩიხში,
მე მგონია რომ მას ძალიან ეშინია რომ დადგება დრო, როდესაც მისი თავის გაგორების დროც მოვა და დასჭირდება ეს ივანიშვილს და გვინახავს გაგორებული თავები სხვადასხვა ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრების მათი სახელები და გვარებიც რო აღარ ახსოვს დღეს ხალხს. ამიტომ ის ცდილობს რომ სათადარიგო ასე ვთქვათ სკამზე არავინ არ დარჩეს ივანიშვილს, რომ კობახიძის თავის მოჭრის დრო რო დადგება, არავინ არ იყოს მისი ჩამნაცვლებელი და სრულად ასე ვთქვათ მონოპოლიზაცია მოახდინოს სისტემის შიგნით ივანიშვილის კარზე, მე ვიტყოდი, ძალაუფლების. ამიტომ ეს არის შიდა კლანური ბრძოლა, ეს არის ბრძოლა, კიდევ ერთხელ ვამბობ, არა კორუფციასთან, არამედ ეს არის ბრძოლა იმაზე, კორუმპირებული სისტემის შიგნით ვინ მეტ ფულს მოიპარავს და ვისაც უკვე მოპარული აქვს. ეს არის ერთგვარი აღიარებაც ხომაც ქალბატონ სალომე. ეს ხომ ერთგვარი აღიარებაც არის, ხო? ნებისმიერი ადამიანი ვინც თვალს ადევნებს მიმდინარე პროცესს, მარტივი გასაგებია ჩემი აზრით, რომ როდესაც მინიმუმ 5 ჩინოვნიკის წინააღმდეგ აღძრულია საქმე ძალიან დიდი ოდენობით თანხების მოპარვაზე და ეს ჩინოვნიკები წლები იკავებდნენ თანამდებობას, უნდა გაუჩნდეს საზოგადოებას კითხვაც, სად იყვნენ დანარჩენები, სად იყვნენ მაკონტროლებლები, ვისაც ეს ყველაფერი უნდა შეემჩნიათ. ეს კითხვა უნდა გაუჩნდეს საზოგადოებას და გაუჩნდება კიდევაც, თუმცა ქართულ ოცნებას ჩემი აზრით აქვს რაღაც ილუზია, რომ საკუთარი პროპაგანდისტული საშუალებებით და ამ პროპაგანდისტული მესიჯებით, ასე ვთქვათ, რომ აი ვიღაცა ცუდი იყო ქართული ოცნების შიგნით და ვიღაცა კარგის შეეცებიან, რომ გადაფარონ ის რეალობა, უმახინჯესი რეალობა, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ჩვენი სახელმწიფო, რომ უზურპირებული პოლიტიკური ძალაუფლების პირობებში ქვეყანას უკვე 10 წლეულზე მეტია მართავს სრულიად კორუმპირებული სისტემა, რომ მათ შორის ის გამოწვევები, რომელსაც აწყდება დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქე, მნიშვნელობა სხვა შორის არ აქვს, ის არის მომხრე ქართული ოცნების და ქართულ ოცნებას მისცა ხმა თუ რომელიმე სხვას, იმიტომ რომ აი მაგალითად ის ნგრევა განათლების სისტემის აბსოლუტური დანგრევა, რაც ელოდება ამ ქვეყანას, თუ განახორციელეს ეს რაღაცა მახინჯი რეფორმა, მათი სიტყვებით რეფორმა და სინამდვილეში ნგრევა საგანმანათლებლო სისტემის თანაბრად გაანადგურებს საგანმანათლებლო შესაძლებლობებს ყველასთვის რა მნიშვნელობა აქვს იმ სტუდენტის თუ მოსწავლის მშობელმა ხმავის მისცა, ერთნაირად შეეხება ყველას. ისევე როგორც ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობა, აბსოლუტური ჩვენ ყოველდღე გვესაუბრებიან იმაზე, რომ თურმე რასაშინელი გამოწვევების წინაშე დგას ევროკავშირი, ოღონდ მე არ ვიცი პასუხისმგებლობა თუნდაც უბიზო მიმოსვლაზე არც ერთი მიმოსვლის შეჩერებაზე არც ერთი მათგანი არ იღებს და ამავდროულად აგუებენ საზოგადოებას, რომ ის არც არაფერში სჭირდებათ. ხო, რეალობა არის სხვა, რეალობა არის ის, რომ არ ვიცი თვითონვე აღიარა კობახიძეს ხანდახან წამოსწდება ხოლმე სიმართლე, რომ უღარიბესი ევროპული ქვეყნის ქვეყანასთან შედარებითაც კი ძალიან ღატაკია დღეს საქართველო, ანუ უღარიბესი ევროპული ქვეყანაც კი არის საქართველოზე გაცილებით მდიდარი, ოღონდ რეალობა ამავე დროს არის ის, რომ ევროპულ ქვეყნებში მაგალითად ძალიან ბევრ საბაზისო პროდუქციაზე, რაც ადამიანს სჭირდება ცხოვრებისთვის, გაცილებით დაბალი ფასებია, თუმცა გაცილებით მრავალჯერ და ხანდა ათეულობით მაღალია საშუალო ხელფასიც, პენსიაც და ასე შემდეგ. ხო, ანუ რეალურად ჩვენ ცხოვრების სტანდარტი არ შეედრება უღარიბესი ევროპული ქვეყნის სტანდარტსაც კი და დღეს გვეუბნებიან, რომ ჩვენ თუ დავკარგავთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას, ესეც არ არის ტრაგედია იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირში სამოგზაურო ვიზის მიღება გაცილებით გართულებული არის და კიდევ უფრო ბოლო კითხვა და უნდა დაგემშვიდობოთ ქალბატონ სალომე. აუცილებლად მინდა გკითხოთ სანამ დაგემშვიდობებით. სურა ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ციხიდან გამოსვლის წუთიდან საუბარი ერთიან სტრატეგიაზე და აუცილებლობაზე, რომ ერთიანი ბრძოლა მოხდეს იმ სისტემის, მანკიერი სისტემის წინააღმდეგ, რომელსაც ქართული ოცნება ჰქვია. ლელო ძლიერი საქართველო რა პოზიციაზე დგას ამ მიმართულებით, როგორ უყურებს ამ ერთიან სტრატეგიით ბრძოლას ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ?
ლელოს პოზიცია ყოველთვის იყო, რომ ჩვენ გვჭირდებოდა გაერთიანება ძალისხმევის ხელისუფლების de facto არალეგიტიმური რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ იყო, რომ ჩვენ მრავალი ინიციატივა წარმოვაყენეთ სწორედ საზოგადოებრივი ერთიანობის შექმნის, იქნებოდა ეს იგივე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თუ ადგილობრივი არჩევნების წინ, როდესაც ჩვენ სწორედ დიდ ერთიანობას ვთავაზობდით საზოგადოებას ზეპარტიული ნიშნით. ამიტომ ჩვენ პარტიას ყოველთვის ეს პოზიცია ჰქონდა, რომ და ვიღებდით მონაწილეობას ყველა ფორმატებში, სადაც რაღაცა, ასე ვთქვათ, ერთიანი სამოქმედო დღის წესრიგის განხილვა მიმდინარეობდა. ამ პოზიციაში ჩვენ არანაირი კორექტირება არ შეგვიტანია, თუმცა ერთი რამ არის, მე მგონი ყველასთვის ნათელი, რომ საზოგადოებას მართლაც სჭირდება რაღაცა ახალი პოლიტიკური იმპულსები, მათ შორის ერთიანობა საზოგადოებრივი დიდი, ასე ვთქვათ, გაერთიანება საზოგადოებრივი ძალისხმევის და სწორ კალაპოტში ამ ძალისხმევის მიმართვა. ეს არის დაკვეთა საზოგადოების. მადლობა. როგორი იქნება ეს სტრატეგია? ამაზე მსჯელობა ყოველთვის შეიძლება. უნდა იყოს სტრატეგია, რომელსაც იზიარებს, ასე ვთქვათ, კრიტიკული მასა შესაბამისი მოთამაშეების და ჩვენ არასდროს არ გვიქვამს უარი მსჯელობაზე საერთო სტრატეგიულ თუ ტაქტიკურ სვლებზე. ეს არის ცხადი ჩვენი მხრიდან. მადლობა.